ზოგადად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება რა არის ზრდასრულის ეგომდგომარეობა. ამ შემთხვევაში, ჩემო პატარა ვესის დამღებია, რომლებიც ზრდასრულის ეგომდგომარეობა ძალიან დეფიციტში არის ხოლმე და ეს შინაგანი ბავშვი არის ძალიან აქტიური თავისი შეზღუდვებით, მე ეს არ ვიცი, მე შინია იქ ვერ წავალ, აქ ვერ წავალ, მას ვერ ვიზა, სხვა ჩემზე უკეთ გააკეთებს. მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენი ვიდეოების ციკლს დაკავშირების თეორიის შესახებ და ჩვენ უკვე გადავედით დამღებზე. წინა ვიდეოში ვისაუბრე ამის შესახებ, დღეს ვისაუბრებთ მეორე დამღაზე, რომელსაც ქვია მოკლე, მაგრამ მრავლის მთქმელი სახელი ნუ. მოდით ერთ-ორი სიტყვით ჯერ ზოგადად დამღებზე ვისაუბროთ, თუ რა არის დამღები. დამღები ეს არის შემზღუდავი რწმენაწარმოდგენები ადამიანის, რომელსაც ის იყალიბებს ბავშვობაში. და ტრანზაქციული ანალიზის თეორიის მიხედვით ეს ყალიბდება ძირითადად 0-დან 12 წლამდე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყურადღება მისაქცევია 0 ასაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მუცლად ყოფნიდან, ანუ ჩასახვის მომენტიდან იწყება ადამიანის არაცნობიერის ფორმირება და ეს არაცნობიერი მერე დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს, სურვილებს, мотивაციებს, საქციელს და ასე შემდეგ. არასეულს ადამიანი, რომელსაც არ აქვს დამღები, იმიტომ რომ არასეულს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა და არ აქვს შემზღუდავი რწმენაწარმოდგენები. როგორ ყალიბდება შემზღუდავი რწმენაწარმოდგენები და რა საჭიროა ის? მე მაგალითად ადამიანი, რომელიც მუშაობ ამ საკითხზე ამდენი წელია, მე რომ ეხლა ბავშვს ვზრდიდე, ამ ცოდნების და მიუხედავად, მე რაღაცა ტიპის დამღებს ამ ბავშვს მაინც დავაკისრებ, ასე ვთქვათ, ანუ რაღაცა დამღებში მაინც მოვაქცევ, სწორი სიტყვა უფრო ეს იქნებოდა. რატო? იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. მშობლის უპირველესი ვალი არის, რომ ბავშვის უსაფრთხოებაზე იყოს გარანტორი, ხო? ანუ იზრუნოს ბავშვის უსაფრთხოებაზე. რას ნიშნავს ბავშვის უსაფრთხოებაზე ზრუნვა? ნიშნავს ის, რომ ბავშვმა არაფერი არ იცის, რა არის სწორი, რა არის არასწორი, რა არის უსაფრთხო, რა არის საფრთხის შემცველი. შესაბამისად ეს ყველაფერი დაასწავლოს მშობელმა. მშობლის უპირველესი მოვალეობა ეს არის. და ამას აკეთებს ნებისმიერი ზუზუმწოვარი ცხოველიც, ადამიანიც. შესაბამისად ჩვენ ბავშვოვნებით არ გააკეთო ეს, გააკეთე ის. ხო არ წახვიდე იქ, მიდი იქ. ანუ შედგება ბავშვის აღმზრდელობითი პროცესი დიდწილად აკრძალვებისგან და მითითებებისგან. შესაბამისად ეს უკვე აყალიბებს რაღაცა ლოგიკას ბავშვის ტვინში, რომელსაც შემდგომში უკვე ვეძახით შემზღუდავ რწმენაწარმოდგენებს, რამდენადაც ის იმ მომენტისთვის ბავშვობისთვის იყოს სწორი და საჭირო და ადაპტური, მაგრამ მომავალში მისთვის ეს უკვე აღარ იყოს სწორი. ძალიან გავს დამღები ესეთი რომ ავიღოთ აი თვითონ როგორც ალეგორიაც არ ქვია, მას პრინციპში რეალობა არის, მაგრამ ეს პარალელი რო გავატაროთ, სპილოებს როგორ იჭერენ და როგორ ათვინიერებენ. მე ჩემი თვალით მაქ ეს ნანახი, სხვა შორის შრი-ლანკაზე იყო სპეციალური ესეთი დიდი ტერიტორია, სადაც ყავდათ ეს მოშინაურებული, როგორც თვითონ ამბობდნენ, სპილოები, მე უფრო ვიტყოდი, რომ დატყვევებული სპილოები იყვნენ და ძალიან ესეთი ცოტა ჩემთვის მძიმე სანახავი იყო. და ეს სპილოები, რომლებიც, პრინციპში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ამ ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია არ იყო შემოღობილი და ზუსტად ჯუნგლებთან იყო. ნებისმიერ მომენტში ამ სპილოს შეეძლო, რომ გადაელახა ეს მძინარე და წასულიყო ჯუნგლებში და თავისუფლად ეცხოვრა. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებდნენ. და საინტერესო სიმბოლიკა იყო, რომ ფეხზე ამ სპილოებს ჰქონდათ თოკი მობმული, ესეთი პატარა ნაჭერი თოკის, ან ჯაჭვი ხანდახან. და ამ თოკით დადიოდნენ თავისუფლად. საქმე არის იმაში, როდესაც ამ პატარა სპილოებს იჭერენ ჯუნგლებში, სპლიყვებს, მაშინ და მათ ან ცირკისთვის წვრთნიან, ან როგორც შინაური ცხოველი ისე არის იქ, ანუ გადატანას შეეხმარება ამ ტვირთის და ასე შემდეგ. ანუ მოშინაურება რო იწყება ამ ცხოველების, ბუნებრივია ცხოველს აქვს ინსტინქტი რომ გაიქცეს, ამიტომ აბამენ ფეხზე, უკეთებენ თოქს ან ჯაჭვს და აბამენ რაღაცა ან ცხეზე ან სვეტზე ან ასე შემდეგ. ეს სპილო გაიქნევს პატარა სპლიყვი ფეხს, ვერ გაწყვეტს ამ თოქს და მის ტვინში ჯდება ეს შეზღუდვა, რომ მისთვის შეუძლებელია ამ თოკის გაწყვეტა. იზრდება ეს სპლიყვი, ხდება რამდენიმე ტონიანი გრანდიოსული მასშტაბების ცხოველი, რომლისთვისაც ამ თოკის და ჯაჭვის გაწყვეტა აღარაფერი აღარ არის, მაგრამ ეს შეზღუდვა მას აქვს დარჩენილი ტვინში. და ამიტომ აზრათაც არ მოსდის, რომ მეტაფორულად რო ვთქვათ, გაწყვიტოს ეს თოკი და წავიდეს და თავისუფლად იცხოვროს. ზუსტად იგივე ხდება ჩვენ ტვინში. ბავშვობაში ჩვენ გვსვამენ რაღაცა ჩარჩოში, რაც არის აუცილებელი ჩვენთვის, გადარჩენისთვის და შემდეგ ეს ჩარჩო
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის საჭირო აღარ არის და რიგ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ ესე, რომ პრობლემების მომტანიც იყოს, მაგრამ ტვინში გვაქვს ეს შეზღუდვა უკვე და ამას ვეძახით შემზღუდვა ურწმენა წარმოადგენებს. და შესაბამისად ამ სპილოების მსგავსად ამ თოკით მომმულები დავდივართ მე მთელი ცხოვრება, ხო? რაც ხდება ტრენინგებზე, ხდება ის, რომ ისევ და ისევ მეტაფორულად რომ ვთქვათ, ამ თოკის მოხსნა ხდება. ეს ხელბორკილები და ბორკილები, რომლებიც გვადებს ადამიანებს და უკვე ზღუდავს ჩვენ ქმედების არეალს და ჩვენს თავისუფალ გადაწყვეტილებებს. ძალიან არის კავშირში ეს სეპარაციასთან, ანუ წარმომავლობის ოჯახიდან ადამიანის გამოსვლასთან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ტრენინგი, გმირის გზა, რომლის პირველი ეტაპიც ეს არის ზუსტად წარმომავლობის ოჯახთან და აი ამ დამღებთან სეპარაციის პროცესი, ანუ როგორ უნდა გაიაზროს ადამიანმა, რომ ის მომენტი, როდესაც მისთვის აი ამ შემზღუდავ-რწმენების ვთქვათ, იყო მნიშვნელოვანი, ეს მომენტი დამთავრდა, ეს პერიოდი დამთავრდა, მის ცხოვრებაში იწყება ზრდასრულობა, ის გამოდის თავის წარმომავლობის ოჯახიდან, სეპარირდება თავის წარმომავლობის ოჯახისგან და მიდის უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში. და საინტერესოა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მე აღარ მივეკუთვნები ჩემს ოჯახს. პირიქით, ძალიან ხშირად თქვი კიდევაც რომელიღაცა ვიდეოში, რომ ემიგრანტებს ახასიათებთ ხოლმე ესეთი რამ, რომ აი გამოხედვა არ უნდათ თავიანთი სამშობლოსკენ და ესეთი განცდა გაქვს, რომ უსმენო თითქოს მთელი ქვეყანა ვალშია მათთან. რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ამ ადამიანის პრობლემა და ვერანაირად ვერ იქნება ქვეყნის პრობლემა. და ვერანაირად ვერ იქნება ამ ასეთი მასშტაბის პრობლემა, ხო? მას აქვს ტრამვული დამოკიდებულება. ეს ტრამვა პირველ რიგში ახდენს მიჯაჭულობას ამ წარმომავლობის ოჯახთან. ანუ ზუსტად ტრამვისგან განთავისუფლება ნიშნავს სინამდვილეში სეპარაციას. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დამღების გააზრება და დამღებთან სეპარაცია. რა თქმა უნდა, ეს ვიდეოები გვაძლევს საშუალებას, რომ ვიპოვოთ ჩვენი დამღები. მე ვთქვი კიდევაც, რომ სავარაუდოდ თქვენ რამდენიმე დამღაში იპოვით თქვენ თავს და ეს ნორმალურია აბსოლუტურად. ნებისმიერი დამღიდან შეიძლება განთავისუფლება. პირველი, რა თქმა უნდა, არსებობს ტექნიკები, როგორ უნდა გაკეთდეს ეს და ასევე გასაგებია, რომ ახლა ამ ვიდეოების ფარგლებში ტექნიკები ვერ იქნება ვერანაირად გაკეთებული, ეს აბსოლუტურად პრაქტიკული რამ არის, მაგრამ გაცნობიერება არის პირველი ნაბიჯი გადადგმული ამ გზაზე. ამიტომ რის საშუალებასაც გვაძლევს ეს კონტენტი, კლასტერი ცდილობს, რომ ეს გააკეთოს, რომ თქვენ რაღაცა დახმარება ამ სახით მაინც გაგიწიოთ. გადავიდეთ დამღაზე, რომელსაც ქვია ნუ და რომელსაც როგორც ყველა დამღას აქვს თავისი მიზეზები, გარემოებები და შემდეგ გამოვლინებები ადამიანში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამოვლინებებია მთავარი. შეიძლება გარემოება არ გვახსოვდეს და ამას არც აქვს მნიშვნელობა, იყო ესე თუ არ იყო, თუ მე ესე მახსოვს და ჩემ დას არ ახსოვს, ხშირად არის ხოლმე ეს რაღაცეები და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის სიმართლის დამდგენი კომისია, ეს არის უბრალოდ ჩემზე ესეთი ზეგავლენა მოახდინა ამ რაღაცა წარმოდგენა, მე ესე მეგონა და ჩემში უკვე დარჩა დამღა, ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ დავიწყოთ ამაზე მუშაობა. რა გარემოება არის მთავარი, რომელიც აყალიბებს დამღას ნუ? ეს არის ძირითადად პირველი დებულება, ეს არის შეშინებული, დათრგუნული, ნევროტული, ჰიპერმზრუნველი აღმზრდელები, რომლებიც შესაბამისად, თავისი ამ ნევროტულობის და შეშინებულობის ფარგლებში უკვე მათი ქმედება იმდენად შეზღუდულია, რომ ყველანაირად ცდილობენ, რომ გადაიზღვიონ თავი და საკუთარი ესე მშვიდად ყოფნისთვის მაქსიმალურად იწყებენ შვილების შეზღუდვას და აი იწყება ისე იქ არ წახვიდე, აქ არ მოხვიდე, ძაღლს არ მიეკარო, ქვიშასთან არ მიხვიდე, მიკრობი არ ესე იგი რაღაცა შეგეყაროს, ვირუსი ისა ესე და აი ყველგან რაღაცა საფრთხეს ხედავენ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში მშობლის პრობლემა არის, იმიტომ რომ მას აქვს თვითონ წარმოდგენა სამყაროზე ძალიან შფოთვითი და შესაბამისად ახლა ირთვება მშობლის ინსტინქტი, ის ცდილობს ბავშვის დაცვას და მოჭარბებულია მის ტვინში ეს შფოთვა. ანუ შფოთვა და საფრთხის განცდა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე, ხო? და იწყება ბავშვის შეზღუდვა ყველა ვარიანტში. ახლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დამღების ძალიან დიდი უმრავლესობა შეიძლება იყოს განხილული როგორც ტრანსგენერაციული. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თავისთავად მშობელი იყო ამ დამღის მატარებელი, მას ჰქონდა ეს შემზღუდავი რწმენა წარმოდგენა და ეს მექანიკურად ჩავთვალოთ აღმზრდელობითი ფორმატი უკვე ისეთი იყო მისი ვთქვათ აზროვნების პატერნიდან გამომდინარე, რომ შესაბამისად მან ასე აუხსნა ცხოვრება და ასე დაანახა ცხოვრება თავის შვილს და მის შვილსაც იგივე დამღა აქვს. ეხლა იმუშავა აქ
გენეტიკურმა პრედისპოზიციამ, ასე ვთქვათ, ანუ განწყობამ, თუ იმუშავა ეპიგენეტიკამ, ანუ გარემოებამ, ამას განსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ გენეტიკური პრედისპოზიციაც არსებობდა და გარემოებაც არსებობდა, იმიტომ რომ ეს ადამიანი თვითონ თავად ასე ფიქრობდა, მშობელი, ხო? ერთი საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, აღმოსავლობით პროცესში ამას ხშირად ვიმეორებ, ხოლმე ეს არის ესეთი რამ, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვი, რომელიც იბადება, მან არაფერი არ იცის. უბრალოდ არაფერი არ იცის და სამყაროს შემეცნება იწყება ანიბანიდან. და პირველი რასაც დავასწავლით ჩვენ შვილს, არის ის თუ რამდენად უსაფრთხოა გარემო და რამდენად უსაფრთხოდ ვარ მე ამ გარემოში. ანუ როგორია გარემო და როგორია ჩემი როლი ამ გარემოში. და პირველ რიგში ეს მაინც უსაფრთხოების პრიზმიდან არის ხოლმე აღქმული. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ ბავშვის უსაფრთხოება უზრუნველყოთ, ამიტომ რიგ შემთხვევაში ჩვენ არ ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რაც გვეკუთვნის როგორც მშობლებს. რა არის ეს? ზუსტად განვსაზღვროთ, სად იწყება საფრთხე და სად არის არეალი, სადაც ეს საფრთხე არ არის ესეთი ცხადი და აშკარა. ანუ რა პროცენტია, ასე ვთქვათ, ამ საფრთხის იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც იმყოფება ახლა ჩვენი შვილი. რამდენადაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ამაზე უბრალოდ ფიქრი არ გვინდა და გვირჩევნია, რომ დავიზღვიოთ თავი ჩვენ და სასარგებლოდ, ამიტომ ამ თავისუფლების არეალს ვუზღუდავთ შვილს და იმაზე მეტ შეზღუდვებს ვუწესებს მას, ვიდრე რეალურად ეს სწორია იმ სიტუაციაში. იმიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ თავისუფალი ქმედებით შეიძლება ადამიანმა შეიმეცნოს სამყარო. სხვანაირად ეს შეუძლებელი არის. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ასე ძალიან შევიწროებული გვაქვს მისი თავისუფლების არეალი, იქ იწყება უკვე პროცესები, რომელი პროცესებიც მერე ამ ჩვენ შვილს როცა გაიზრდება, ბევრად უფრო მძიმედ დაუჯდება და ბევრად უფრო დიდი თავსატკივარი გახდება ჩვენთვისაც. ამიტომ ჯობია რომ განვსაზღვროთ, რომ რა არის ის დისტანცია, რა დისტანციაზე შეგვიძლია ხა დავშორდეთ ჩვენ შვილს და მივცეთ მას თავისუფალი ქმედების საშუალება და სად არის ის ადგილი, სადაც ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ მასთან და არ უნდა ვუშვებდეთ მას რაღაცის იქით, ხო? აი მაგალითისათვის ავიღოთ, რომ ბავშვმა დარჩენა სადღაც ღამე, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ ვიწყებთ ღელვას, იმიტომ რომ არ ვიცით იქ არის მისი მშობელი სახლში თუ არა, ვინა მოვა ღამე სახლში. ნუ რა ვიცი ხა, უამრავი საფრთხე შემოგდეს, თუმცა რაც აბსოლუტურად რეალისტური საფრთხეებია და ჩვენც ბევრი გამოვლილი გვაქვს მაგალითად მძიმე 90-იან წლებიდან ნანახი გვაქვს ეს ყველაფერი ჩვენი თვალით. ეხლა ჩემ თაობაზე რო ვისაუბრო, ხო? ამიტომ ბუნებრივია იწყება შფოთვები. ამიტომ ვამბობთ, რომ არაშენ იქ არ წახვალ და დამთავრდა. არ წახვალ და всё. აი არ იქნება ეს საკითხი განხილული. უკვე ჩვენ ვაყენებთ ამ ბავშვს ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მისი ქმედება არის შეზღუდული, იმიტომ რომ მას ჭირდება ეს გამოცდილება ამ ასაკში ახლა, ხო? რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? ავიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ავიღოთ ამ დროს. დავრეკოთ მშობელთან, სადაც რჩება, მოვიკითხოთ, რაღაცნაირად ვეცადოთ, ავუხსნათ და რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, რომ ვერაფერს ვერ გავაკონტროლებთ ბოლომდე. ესეთი რამე უბრალოდ შეუძლებელია, ხო? სამყარო კონტროლი არის ერთ-ერთი დიდი ცდომილება, რაც ადამიანებს აქვს ხოლმე და ნევროზების მთელი წარმომავლობა ამ კონტროლის მსვლელობიდან არის, რომელიც არის ფუჭი, აბსოლუტურად ფუჭი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სიტუაცია ყოველთვის შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი გახდეს და ჩვენ ერთ-ერთი რაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის, რომ ჩვენ ვიქნებით ამ სიტუაციასთან შესაბამისობაში, ანუ ადაპტურად მოვიქცევი, იქნები ადაპტური ამ სიტუაციის. სხვა არაფერი არ შეგვიძლია. ამიტომ ამის გათვალისწინებით არ ავირიდოთ ის პასუხისმგებლობები და ეგრეთ წოდებული თავის ტკივილები, რაც ჩვენ როგორც მშობლებმა უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე და ზედმეტად არ შევზღუდოთ ჩვენი შვილების ქმედებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ამ გარემოებიდან მოდის დამღა ნუ. მეორე გარემოება, რომელიც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის თქვათ ესე დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი მშობლები, რომლებსაც თავის დროზე არ უნდათ შვილის გაჩენა რაღაცა მიზეზების გამო და ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბავშვი გაჩნდა და ეხლა არიან შეპყრობილი ამ დანაშაულის გრძნობით, რომ დაისჯებიან იმის გამო, რომ თავის დროზე ეს ბავშვი არ უნდათ. აი ხო გონიათ, რომ ესეთი ცოტა როგორ გითხრათ, რაღაცა ხელოვნური და ყურითმოთრეული გარემოება არის. საკმაოდ ხშირად გვხდება ხოლმე ტრენინგებზე ეს გარემოებები. ბევრი გარემოება შეიძლება, რატომ შეიძლება მშობლებს არ უნდათ იმ მოცემულ მომენტში
თქვათ ეს ორსულობა ყოფილიყო არა დაგეგმილი და შესაბამისად არ ყოფილიყო სასურველი ამაში ახლა გაუგებარი არაფერი არ არის. თუმცა ეს პირველი რეფლექსური რეაქცია არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ორსულობა არ გაგრძელდება, ხო? ნუ თუ ორსულობა გაგრძელდა და ეს ბავშვი გაჩნდა, არც ის არ არის გამორიცხული, რომ არაცნობიერად ის რომ ეს ბავშვი არ იყო მისთვის სასურველი და მან რაღაცა გეგმები აურია მშობლებს, შეიძლება არსებობდეს ამ მშობლის ტვინში და ისაც არ არის პრობლემა, ეს აბსოლუტურად ნორმალური რამ არის, ხო, ადამიანი ხარ, განიცდი, რასაც განიცდი ყველაფერი ლეგიტიმურია, რასაც ფიქრობ ყველაფერი ლეგიტიმურია, ეს ნორმალურია ყველაფერი. პრობლემა არის ის, რომ არ ვიღებთ ამ ფიქრს ჩვენ როგორც მშობლები, ვეწინააღმდეგებით ამას, იქნება ესეთი კოლიზია საკუთარ შეგრძნებებსა და ფიქრებსა და იმას შორის, თუ უნდა ვფიქრობდე ამას თუ არ უნდა ვფიქრობდე, უნდა ვგრძნობდე ამას თუ არ უნდა ვგრძნობდე, ანუ გარკვეულწილად ეს არაცნობიერსა და სუპერეგოს შორის იქნება კონფლიქტი და ჩვენ გვეწყება ის, რასაც ქვია დანაშაულის გზნობა, რომელიც ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ძალიან დიდი თემა არის ფსიქოლოგიაში. ეს დანაშაული გზნობა ტანჯავს ადამიანს და მას ესეთი ცრურწმენები ეწყება, რომ იმის გამო რომ ეს ბავშვი არ უნდა და ეს ბავშვი დაისჯება. ან თვითონ დაისჯება ამ ბავშვის სახით, ან თითქოს ღმერთი სამყარო ამ ბავშვს წაართმევს. აი, დაახლოებით ესეთი ეს უკვე მისი შემზღუდავი რწმენა წარმოადგენა, მაგრამ ამის შედეგად ის იწყებს ამ ბავშვის ძალიან ჰიპერმზრუნველობით ესეთ აღმზრდელობით მეთოდს მიმართავს ხოლმე, რომელიც მზრუნველობით აქ შეგვიძლია ბჭყალებში ჩავსვათ, ეს არ არის მზრუნველობა, ეს არის შფოთვი, ეს ნევროზია გარკვეულწილად, ან მზრუნველობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. მესამე გარემოება ეს არის პერფექციონისტი აღმზრდელები, რომლებიც არ აძლევენ ბავშვს ქმედების საშუალებას და ყველაფერს აკეთებენ მათ ნაცვლად. პერფექციონიზმი ისევე როგორც თვითმარქვია სინდრომი, ორი სინდრომი, რომელიც ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. არის მარცხის შიშის ერთ-ერთი კუთხე. მე მაგალითად არ გავაკეთებ რაღაცას, თუ ეს არ იქნება სრულყოფილად გაკეთებული, სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ მე მეშინე მარცხის, ხო? ჩვეულებრივი ძალიან გავრცელებული სინდრომია ასევე, რომ თქვათ თუ დავმარცხდები, არ ვიქნები მისაღები, არ ვიქნები სიყვარულის ღირსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც მშობელი თვითონ არის პერფექციონისტი, იგივე დამოკიდებულება გადააქვს ბავშვს. მარტივი მაგალითია, ხა, პატარა ბავშვია, მიდის სასეირნოდ და მზის და ფეხსაცმელზე იკრავს თასმებს. უყურებს ეს მშობელი, ხედავს, რომ ეს ბავშვი ვერ იკრავს ნორმალურად, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, მოტორიკა არ არის განვითარებული ჯერ, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ აი ეს იწვალოს, გაუყაროს, ეს ყველაფერი გააკეთოს, ხო, თავის ტვინის განვითარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. მშობელი ეცემა და ეტყვის, რომ შენ ხომ ვერაფერს ნორმალურად ვერ აკეთებ და მის მაგივრად გააკეთებს. გესმით ხო, აი როგორი პატარა ნიუანსი არის, მაგრამ უკვე ჩამოყალიბდა საკითხი, რომ მე ვერ ვაკეთებ ისე როგორც საჭიროა. ანუ და აკრძალვა არის, გარკვეული აკრძალვა არის. ვერ აკეთებ, ნუ გააკეთებ ერთი და იგივე არის, ხო? ისევ არის, რომ მას არ შეუძლია ამის გაკეთება. ან მაგალითად, არ ვიცი, ბავშვმა დახატა ჟირაფი, ან სპილო, მოვიდა, ანახებს დედას, ეუბნება, რომ დედა ნახე, ეუბნება, რომ რანაირი ჟირაფია ეს, ხო? არანაირი სპილო ეს ხორთუმი თუ არა აქვს. ხო და აი მე განახებ შენ ახლა როგორ უნდა ამის დახატვა. ბავშვს შევიდა ეს ინფორმაცია, ის ამას ვერ აკეთებს. გასაგებია რომ უნდა ავუხსნათ რა თქმა უნდა, რომ სპილოს აქვს ხოლმე ხორთუმი, მაგრამ აი რა საინტერესოა შენ მაგალითად დახატე უხორთუმო სპილო. და როგორი სიმპათიური აღმოჩნდა ეს სპილო, რომელსაც არ აქვს ხორთუმი. ან რაღაც, არ ვიცი, ხო? ანუ იყოს ეს ექსპერიმენტები, იყოს ეს რომ მივცეთ ბავშვს საშუალება, რომ არ იყოს სრულყოფილად გაკეთებული რაღაცა, არ იყოს პერფექციონისტი. იმისთვის რომ მე მასში არ განვითარდეს ზუსტად ეს პერფექციონიზმის ტრავმა და მე არ მივიღოთ შედეგად აი ზუსტად ეს დამღა, ნუ ძალიან ხშირად დამღა, ნუ მე სხვა დამღებთან შედის უკვე კომბინაციაში და განსაკუთრებულად ჩემო პატარავ არის ესეთი დამღა, ვისაუბრებ შემდგომ და კიდე უფრო მძიმდება და რთულდება ხოლმე ეს ყველაფერი. ასევე აი ეს შეძახილები მშობლის, როგორიც არის რომ ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე, აი ესეთი რაღაცები, მაგალითად ბავშვი მიდის ან რაღაცა გარბის მშობელი აქედან ეძახის რომ არ წაიქცე, ბავშვი ეცემა, მიდის და იმის მაგერად რომ პირიქით აიყვანოს და მოეფეროს ბავშვს, ხო, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა დასაჯოს კიდევაც და ან ეჭყუბოს და უთხრას რომ ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე. აი ეს ხომ გითხარი, ხომ გაგაფრთხილე მე ჩდება ჩვენში როგორც შინაგანი ხმა და აი რაღაცნაირად უკვე იწყება ეს პროცესი შიგნით. ადამიანს ერთის მხრივ უნდა რომ გამოიკვლიოს სამყარო, რომ გააკეთოს რაღაცა სვლები, რაღაცა თუნდაც გარისკოს იმის ფასადაც რომ არ გამოუვიდეს, რა არის ამაში
გაუგებარი ესეა, ხო, არ შეიძლება ხა გამარჯვება და დამარცხება რომ ერთი და იგივე მედლის ორი მხარეა ეს ჩვენ ხო ვიცით, მაგრამ ეს შინაგანი ხმა შიგნიდან უკვე რომელიც მშობლის ხმა და მე უკვე როგორ ჩვენი შინაგანი მშობლის ხმა ხდება. მუდმივად გეუბნება რომ არ გარისკო, ხომ გეუბნებოდი, ხომ გაფრთხილებდი, because ეს დამუნათება უკვე გარედან ხდება ინტროვერსირება ხდება ამ ხმის, ანუ ხდება ამის, ეგრეთ წოდებული ინტერნალიზაცია, ანუ შიგნით შემოტანა და უკვე შინაგანი დიალოგი იწყება და ძალიან უშლის ეს ქმედებაში უკვე ადამიანს ხოლმე ხელს. საერთოდ მე ნათქვამიც მაქვს, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ბავშვის განვითარებისთვის არის უფლება, რომ ვიყო მოწყვლადი, რომ ამ დროს არ დამცინონ, არ დამამუნათონ, არ მეჩხუბონ, რა თქმა უნდა, არ გამაკრიტიკონ, რაც ბავშვობის მოდელები არის. და შემდეგ მე იმდენი მინახავს ადამიანი, რომლის მთავარი ტრამვაც არის აი ეს რომ მოწყვლადობის უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს და ეს იმხელა შეზღუდვაა მისთვის და პიროვნულ განვითარების გზაზე იმხელა შეზღუდვაა რომ გასაგებია რომ ეს ყველაფერი იყო დაწერილი ბავშვობაში. ბავშვობაში არ მიეცა მას ამის საშუალება და ესაც უკვე არის დამღა ანუ არ იყო მოწყვლადი. არ აჩვენო რომ არ მისცე შენთვის უფლება რომ იყო მოწყვლადი ასე ვთქვათ, ხო? უკვე შეზღუდვა არის რაღაცა ქმედებაზე. დამღა ეს ნებისმიერ შემთხვევაში სამყაროს გამოკვლევის და შეცდომების დაშვების შეზღუდვა არის. ეხლა ნახოთ რაში შეიძლება იყოს ისინი გამოხატული. გამოვლინებები როგორი უნდა იყოს ადამიანში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის, აი როგორ გითხრათ, 0.1% გარემოებების. გარემოებები ვერასდროს ვერ იქნება, ვერც ერთ სახელმძღვანელოში და ვერც ერთ ტრენინგზე ბოლომდე ესე ჩამოყოლილი და დაწერილი. უბრალოდ ამას ყოველთვის მუშაობა უნდა. იძლევა რამდენიმე სიმპტომატური გარემო იმისთვის რომ მივხვდეთ, თქვათ, რა ჟანრიდან შეიძლება იყოს ეს, ანუ რომ თვითონ ლოგიკა დავიჭიროთ ამ დამყების. გამოვლინებები შეიძლება იყოს. ბავშვი არ არის დარწმუნებული და შემდგომში უკვე ზრდასრული ადამიანი არ არის დარწმუნებული, რომ მისი გადაწყვეტილებები, ქმედებები არის მართებული, უსაფრთხო, ვერ რისკავს, აქვს მარცხიშიში და მომატებული საფრთხების განცდა. გასაგებია, ყველაფერი იქიდან რაც მოვყევით, ეს შემზღუდავი რწმენა თუ დაედო ბავშვს, მისი აღქმა სამყაროსი და საკუთარი თავის იქნება ესეთი. ზედმეტი ნაბიჯები არ არის საჭირო რომ გაკეთდეს. დაეტია შენ ტყავში. ჯობია რომ ესე იგი იყო ასე უმოქმედოდ, ვიდრე რაღაცა ნაბიჯები გადადგა და შესაბამისად მე მიიღო პრობლემები აქედან. ანუ ეს ხმა, ანუ არ გააკეთო ეს, იზამ ამას, იზამ იმას, ეს ხმა უკვე შინაგანად სულა და გასაგებია გვაძლევს ამას, რომ ქმედებები და გადაწყვეტილებები უკვე პრობლემურია, იმიტომ რომ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ზოგადად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება რა არის? ზრდასრულის ეგომდგომარეობა. ამ შემთხვევაში, ჩემო პატარა ვესის დამღებია, რომლებიც ზრდასრულის ეგომდგომარეობა ძალიან დეფიციტში არის ხოლმე და ეს შინაგანი ბავშვი არის ძალიან აქტიური თავისი შეზღუდვებით, მე ეს არ ვიცი, მე შინია იქ ვერ წავალ, აქ ვერ წავალ, ამას ვერ ვიზა, სხვა ჩემზე უკეთ გააკეთებს და ასე შემდეგ. ეხლა ვინც იცის არქეტიპები გვესმის, რომ პირველ კვადრატთან გვაქვს საქმე და განსაკუთრებულად პრინცი პრინცესას პრობლემები არის ხოლმე ეს. მეორე გამოვლენა ეს არის მუდმივად ეძებს მფარველს, მრჩეველს, გონია რომ სხვა მასზე უკეთ გააკეთებს რაღაცას. ბუნებრივია, თასმებს ყოველთვის დედა უკეთ კრავდა. ამიტომ აი რაღაცნაირად ეს განცდა იმისა, რომ ვიღაცის ფრთის ქვეშ უნდა იყოს, რომ დაცული იყოს, ვიღაცამ უნდა იყოს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ამისიც რა ვიცი, მეცხოვრება შედგეს, ანუ ამის ცხოვრებაზე მუდმივად სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი, ხო? ეს უკვე ძალიან თამდევი პრობლემაა ხოლმე. იმდენად ცხადად არის ეს გამოკვეთილი, აი განსაკუთრებულად პრინცი პრინცესას არქეტიპებში და ამ დამღის მატარებლებში, რომ ესე ძალიან ხშირად საერთოდ ვერ წხვდებიან ამას. იმდენად ნორმაა მათთვის, რომ აი კრუხის ქვეშო წიწილა, კრუხის ფრთის ქვეშ რო მოიბუდებს და კარგად არის ხოლმე, სულ ეძებენ ადამიანს, რომლის ფრთის ქვეშაც იქნებიან და მე ვერ ვიტყვი რომ ეს სწორია და მე ვერ ვიტყვი რომ ეს კარგია, იმიტომ რომ ზრდასრული ადამიანი ასე არ უნდა იქცეოდეს. ბუნებრივია ამას მოყვება მე რომ უკვე აღარ უნდა პასუხისმგებლობების აღება და აქ ძალიან ბევრ რამესთან შეიძლება იყოს ეს შეჭიდული. მაგალითად მშობლობა იყოს შეზღუდული, იმიტომ რომ ბავშვს არ შეუძლია რომ გააჩინოს ბავშვი და შენ თუ შენი აღქმა არაცნობიერად გაქვს იმისი რომ რაღაცებს ვერ გაუმკლავდები, ჯობია რომ არ შეხედო სად იმყოფები, ჯობია რომ თვალი მოუხუჭო ამ ყველაფერს, ხო? აი იცით როგორი განცდა აქვს ხო? აი მთავარი არ იფიქრონ. აი მთავარი რა არ იფიქრონ და მექანიკურად გადაიტანონ ყურადღება რაღაცაზე, ხო? იმიტომ რომ იფიქრონ,
უნდა პასუხისმგებლობა აიღონ, უნდა გაიაზრონ და უკვე მოდის ეს კონფლიქტში ამ დამყასთან. უკვე უნდა ქმედების საპირისპირო დამყარე ზუსტად ეს ამიტომ გაქვს ესეთი სურათი. ასევე არ არიან ინიციატივიანი, პასიურები არიან, ეშინიათ კონფლიქტების ბუნებრივია. ახლა თუ ბავშვის ეგ მდგომარეობაა განვითარებული, რა კონფლიქტზე შეიძლება იყოს აქ საუბარი. ეხლა მაგალითისათვის, როდესაც იქნება რაღაცა კონფლიქტი შვილსა და მშობელს შორის, გასაგები ახლა გააჩნია რა ასაკის არის ეს შვილი, მაგრამ კლასიკურად ავიღოთ. ნებისმიერი ასაკი შეგვიძლია აქ თქვა და რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უმეტეს, ხო? როგორ შეიძლება კონფლიქტში შვილსა და მშობელს შორის შვილმა მოიგოს. ეს გამორიცხულია. მშობელს ყველანაირი იარაღი აქვს ხელთ იმისთვის, რომ დათრგუნოს იმ მომენტში შვილი. უბრალოდ უნდა ესმოდეს, რომ ეს მომავალში ძალიან მძიმე დაუჩნდება. და აი ის, რომ შეფუთულია ეს აღმოსდელობითი რაღაცა კეთილგონიერებით, ეს არ არის სწორი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეცდომები დღეს დაშვებული ძალიან მძიმედ დაგვიჯდება ჩვენს და ჩვენ შვილებსაც მომავალში. ამიტომ ძალიან ადვილი არის ბავშვის დათრგუნვა, მაგრამ ძალიან მძიმეა შედეგები, რომელსაც ამის შედეგად მოვიმკით ხოლმე. შესაბამისად, უნდა ვიმუშაოთ, უნდა გვესმოდეს, უნდა ველაპარაკოთ. მნიშვნელოვანია კომუნიკაციაში ყოფნა ბავშვთან და არა ესეთი რაღაცა დამჟელობითი მექანიზმები. ამიტომ ადამიანი, რომელმაც ამხელა მარცხი იწუნია კონფლიქტში, რა თქმა უნდა ეს კონფლიქტებს აერიდება ყოველთვის და რამდენადაც არ არის სწორი რომ ადამიანს მაჩხუბარა ასე ვთქვათ ხო აი როგორიც გვაქვს ხა RS-ის არქეტიპი მაგალითად მესამე კვადრატში სულ რომ მაგისკენ აქვს რაღაცნაირად მიდრეკილება ესეც ხა არ არის ნორმალური მაგრამ ის რომ ნებისმიერ ფასად უნდა აერიდო კონფლიქტი და საკუთარი თავი ვერ დაიცვა და საზღვრები ვერ დააწესო ეს მეორე უკიდურესობა არის და რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ამ დამღის ეს მაჩვენებელი ასევე და რა თქმა უნდა პროკრასტინაცია. გადადება, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის აღება. პროკრასტინაცია არის ასევე მაჩვენებელი იმისა, რომ ენერგია ვერ აკუმულირდება იმ დონეზე, ანუ თანამიმდევრობა აზრთა და ფიქრთა და ქმედებათა არ არის, ანუ რაღაცა კრიტიკული მასა ვერ იქმნება. იმისათვის რომ ეს ყველაფერი გადავიდეს უკვე ქმედებაში და რაღაცა მომენტში წყდება და იწყება თავიდან ისევ და აი სულ არის ის რომ დღეს არა ეხლა არა და მერე დაუბრუნდები ამას ეხლა არა და მერე და ნუ აი ეს ორშაბათიდან რომ ვიწყებთ ყველანი ვარჯიშს ეს ძალიან ხშირად ხოლმე ამის ნაწილია. არ არის აუცილებელი, რომ ახლა პროკრასტინაცია ძალიან ბევრ ამას შეიძლება, ძალიან ბევრი დამღის მახასიათებელი შეიძლება იყოს. პროკრასტინაცია, დაბალი თვითწმენა, ეს არის მაჩვენებლები, რომლებიც ბევრ დამღას ახასიათებს და რთულია მხოლოდ ამ სიმპტომით განსაზღვროთ რა დამღა არის. ძირითადად ახლა რომ დავაჯამოთ არის ის, რომ ეს უნდა იყოს გარკვეული შეზღუდვა ქმედებებზე და ამ შეზღუდვის უკან უნდა იყოს შიში და საფრთხის მოჭარბებული განცდა, რასაც უნდა ახლდეს თან გარკვეულწოდ ბავშვური ესეთი სამყაროს აღქმის შიშები და რა მოყვება ჩემ ქმედებას ამაზე რომ პასუხისმგებლობას ვერ ვიღებ. აი დაახლოებით ესეთი ტიპის რაღაც შემზღუდავი რწმენა არის. შეგახსენებთ რომ ეს იყო ნომერ მეორე დამღა ნუ, ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა დამღებზე საუბარს და შემდეგ ვიდეოებში ნელ-ნელა გავყვებით და 12-ვე დამღის შესახებ მოგითხრობთ. მე გეშვიდობები დღეს წარმატებულ კვირას გისურვებთ.